საგვარეულო წყევლა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთდროულად ამოუცნობი თემა, როგორც ეზოთერიკაში, ისევე ფსიქოლოგიის ზოგიერთ ტრადიციაში. ის გულისხმობს უარყოფით ენერგეტიკულ კოდს ან პროგრამას, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას და ზეგავლენას ახდენს ოჯახის წევრების ცხოვრებაზე, არჩევანზე, ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებსა და ბედის წერაზე. საგვარეულო წყევლა ეს არის მიზანმიმართული ზემოქმედება ოჯახზე, მისი დასჯის მიზნით. გარკვეული სახის სცენარი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ფსიქოთერაპიული მიმართულებებიდან განსაკუთრებით ტრანსგენერაციული ფსიქოლოგია და ესეთი მიმართულება არსებობს სისტემური განლაგება, ჰელინგერის მეთოდი, თერაპია, მტკიცდება, რომ გაუცნობიერებელი ლოიალურობა წინაპრებისადმი იწვევს არაცნობიერად პრობლემების გამეორებას. თითქოს ვისჯებით ან დავდივართ მათი კვალით, ანუ ჩვენი წინაპრების. ნამდვილად ღირს დაფიქრება ამაზე, თუკი თქვენს ოჯახში არსებობს განმეორებადი კანონზომიერებები, რაღაც პატერნები, რომლებიც თითქოს თავად ადამიანების ნების მიღმა ხდება. რას ნიშნავს საგვარეულო წყევლა სინამდვილეში? საგვარეულო წყევლა შეიძლება იყოს გარე წყევლა, ანუ სხვისგან წამოსული ენერგეტიკული ზემოქმედება, დაწყევლა, ჯადოს მაგიური მანიპულაცია, მიმართული ოჯახის რომელიმე წევრის ან მთელი საგვარეულოს წინააღმდეგ. ასევე არის შიდა წყევლა, ანუ წინაპრების მიერ ცნობიერად ან არაცნობიერად შექმნილი ნეგატიური პროგრამა, რომელიც თაობებში გადადის და მოქმედებს როგორც კარმული მემკვიდრეობა, რაც ძალიან გავრცელებული და პროცენტულად მეტი რაოდენობა არსებობს. თვითგათვალვა და თვითწყევლა, რასაც ქვია. არსებობს ისეთი ოჯახები, სადაც თაობიდან თაობამდე ყველა მისი წევრი რატომღაც უხეშად რომ ვთქვათ, გზასაცდენილები არიან. ქალისთვის ძალიან საშიშია თავისი ცხოვრების დაკავშირება ასეთი დაწყევლი ოჯახის მამაკაცთან. მაშინაც კი თუ მამაკაცი კარგად გამოიყურება, არ სვავს, წესიერად იქცევა, ეს ახალგაზრდა ოჯახს უსიამოვნებისგან ვერ იხსნის. ქმრის ოჯახში გადასვლით ქალი ავტომატურად უერთდება მის საგვარეულო სისტემას. და თუ ამ გვარში უკვე არის ნეგატივი, ანუ წყევლა, მაშინ მას შესაბამისი კარმა აქვს. გადადის იმ კარმაზე. და ყველას ერთად მოუწევს ამის მოგვარება და სირთულეების გადატანა, განეიტრალება. ამ შემთხვევაში თუ კი ასეთი წყევლა არსებობს, წყვილის გაერთიანების შემდეგ ქალის ცხოვრება მკვეთრად იცვლება და სულაც არა უკეთესობისკენ. ის და მისი მომავალი შვილები ქმრის გვარში გადადიან და შესაბამისად ისინი იმავე ენერგიით იკვებებიან, რაც დახვდა ქმრის სახლში. როგორც წესი, ასეთ ოჯახში არ არის ფინანსური ნაკადი, არ არის დაგროვილი ცოდნა, არ არის ჯანმრთელობის ენერგეტიკული ნაკადი, კეთილდღეობა, იქ არაფერია კარგი და სავარაუდოდ არც იქნება. სწორედ ძალიან ხშირად წყევლის ენერგია გადაეცემა ქალის ხაზით, რადგან სწორედ ქალი, დედა იწვნევს ემოციურ ტკივილს უფრო ღრმად და ინახავს მას უჯრედულ მეხსიერებაში, რომელიც გადადის აკრძალვაში და შემდეგ წყევლაში. ქალთა ხაზის წყევლა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დახვეწილი ენერგეტიკული პროგრამა, რომელიც მოქმედებს დედის ხაზით, თაობიდან თაობაზე. და ის ზეგავლენას ახდენს ქალის იმ არსებით ნაწილებზე, რომლებიც დაკავშირებულია სიშიშვლესთან, შობის უნარიანობასთან, სიყვარულთან, სხეულთან, მიმღებლობასთან, ლოიალურობასა და შინაგან ძალასთან. რას ნიშნავს ქალთა ხაზის წყევლა?
ეს არის ძლიერი ემოციური, ენერგეტიკული ან კარმული ნაკადი, რომელიც იწვევს ერთსა და იმავე ტკივილს ან სცენარს ქალის თაობაში. მაგალითად, დედა, ბებია, შვილიშვილი, ყველა განიცდის ორსულობის დანაკარგს ან უშვილობას. ქალები ყველა ქალს ყავს ტანჯველი ან არიან მიტოვებულები პარტნიორის მხრიდან. ქალები მუდმივად წყვეტენ საკუთარ ბედს სხვა ადამიანების სასარგებლოდ. არსებობს ესეთი კრავის, მსხვერპლის მდგომარეობა ქალების ისტორიაში, რომელიც ესე გადადის, რა თქმა უნდა. გამეორება, მარტოობა, დამცირება, შერწყვენა, ძალადობა, უარყოფილი სექსუალურობა, ესენიც გადადის. დედაშვილს შორის ღრმა გაუცხოება ან ტკივილიანი დამოკიდებულება. ეს არის რომელიც წყევლის სახით ენერგეტიკულად გადადის. როგორ ჩნდება ქალის ხაზის წყევლა? პირველი, შეურაცხყოფილი ან უჩუმრად მიტოვებული ქალური გამოცდილება. მაგალითად, ბებიას ყავდა 5 შვილი, სადღაც ჩვენ წინაპრებს პირობითად ქმარი წავიდა საყვარელთან. ის კი ღირსეულად იტანდა ამას ყველაფერს, თუმცა იმისმა ფსიქიკამ შთანთქა ეს ტკივილი და შვილებმა ესეთი საჩუქრად მიიღეს სინანულის ენერგია. და ეს შემდეგ თაობებში გადაეცემა, გადაიღეს თავის ცხოვრებაში. მეორე, ეს არის აბორტები ან არაღიარებული ბავშვები. თაობებში ამის ფონზე თაობებში იგრძნობა შვილის დაკარგვის ტკივილი, რომელიც გადადის როგორც ქვეცნობიერი შიში ორსულობის, დაორსულების, შვილის სიყვარულის ან დედად ყოფნის მიმართ. შიში იყო დედა. მაგიური თავდასხმები. ხანდახან წყევლის ფესვები მოდის შურიანი ქალისგან, რომელმაც მიზანმიმართულად დაიწყო პროგრამა. პირობითად ქალთა სიმახინჯეზე, უშვილობაზე ან მარტოობაზე. ანუ შურიანი ქალი, აქ იგულისხმება ქალი, რომელიც აკრიტიკებს მუდმივად სხვას და ეს პროგრამა მერე იწერება. ისევე თავის საგვარეულოში. და მეოთხე, ეს არის ფიცები და სიტყვები. სიტყვები, ფიცი. მაგალითად, არასდროს დაუჯერებ მამაკაცს. ფიცი, რომელიც გონებით კი რჩება წარსულში, მაგრამ ენერგეტიკულად აგრძელებს მოქმედებას მომდევნო თაობაზე. იცით, როგორი რაღაცა ესეთი ფიცი შეიძლება, ოკეი, სადღაც იყო და მაგიტო ვამბობ მე ხშირად, რომ აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რას ამბობთ და როგორ ამბობთ. თუნდაც ეს მაგალითი არასდროს დაუჯერებ მამაკაცს. იმ წუთას თუ კი ვინმე თქვა ჩვენმა წინაპრებმა ქალმა განსაკუთრებით, რომ მე არასოდეს დაუჯერებ მამაკაცს, ეს ემოციურად ამას იმხელა მუხტი მისცა, რომ ეს ენერგეტიკულად ჩაიწერა მოლეკულურ სისხლის ენერგეტიკულ უჯრედებში ინფორმაცია და იწვევს შემდეგ თაობებში უნდობლობას ნებისმიერი ადამიანის მიმართ შეიძლება გამოიწვიოს უნდობლობა და განსაკუთრებით მამაკაცების მიმართ. კიდე არის ესეთი ფიცები, არასოდეს გაპატიებ. ასეთი სიტყვები ენერგეტიკულ სივრცეში რჩება, განსაკუთრებით თუ ის გამოთქმულია, როგორც თქვი, უკვე ძლიერი ემოციით არის დამოხტული. ფიცი ასევე არსებობს კიდე მე და ჩემი შვილი ერთ გზაზე ვივლით, სანამ ცოცხლები ვართ. ის ქმნის ბმულს, რაც ციკლურად მეორდება. ანუ კი, დედა შეიძლება თავი რაღაც კარგი უნდოდეს თქვას, მაგრამ მეც ამაზე ხშირად ვსაუბრობ, რომ დედის სიტყვას აქვს ძალიან დიდი გავლენა, როგორ ამბობთ. ხო, უწყინარი ფრაზაა, მე და ჩემი შვილი ერთ გზაზე ვივლით, სანამ ცოცხლები ვართ. უწყინარი ფრაზაა, ორი სიტყვით დავამატებ, მაგრამ ბუნების კანონით ჯერ უნდა გარდაიცვალოს დედა და მერე შვილი უნდა დარჩეს, როგორც გამგზელებელი. მაგრამ ამ ფრაზაში თუ კი ეს ისეთი მუხტით არის ნათქვამი, ანუ მე მოკვდები, შენც უნდა მოკვდე. სიცოცხლის ბოლომდე. რო გავშიფროთ, მაგიტო აქვს სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სისხლის პროგრამები. არსებობს კიდე ესეთი ცნება. სისხლის კავშირი მნიშვნელოვან როლს თამაშობს წყევლის
გადაცემაში სწორედ სისხლით გადაეცემა არა მხოლოდ გენეტიკური ინფორმაცია, არამედ ენერგეტიკულიც. გენეტიკური არა ფიზიკური მსგავსება გადაეცემა, არამედ ენერგეტიკულიც. ქალი, რომელიც განიცდის პირობითად გააუპატიურეს და მალავს ამ ტკივილს, ეს ენერგია შეიძლება გადავიდეს მის ქალიშვილზე ან შვილიშვილზე. ნებისმიერი სახის პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს, უფრო გადადის შვილიშვილებზე, ესეთი რაღაცეები. სლავური მაგიური ტრადიციებით წყევლა ხშირად განიხილება როგორც წინაპრის სული. არსებობს ესეთი მცნებაც, რომელიც არ არის მოსვენებული ან არ მიუღია პატიება საგვარეულოდან, გაძევებული სული, ადამიანი, რომელიც საგვარეულომ გააძევა და შემდეგ დაიღუპა და არ არის ნაპატიები და არ არის საგვარეულო ხეზე, აქ ამაზეა საუბარი. ან თუ კი ნეკროლოგიური დამოკიდებულება, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი შეიძლება არ უშვებდეს თავის გარდაცვლილ მიცვალებულს, არ აძლევდეს, ესე ვთქვათ, გადასვლის იმ სამყაროში გადასვლის საშუალებას და მუდმივად მოთხოვნილება ჰქონდეს ნეკროლოგიურ დამოკიდებულებას, ასაც ვეძახი მე. ასეთ სულებს აქვს ენერგია შექმნან დაბრკოლებები და ეს ვლინდება შემდეგ უკვე გადადის წყევლის სახით. ანუ რა იგულისხმება, მე ხშირად ვამბობ, რომ ესეთი მიწებებული სულები ან გაბრაზებული სულები მოდიან თავის საგვარეულოში და ქმნიან ყველანაირ დაბრკოლებებს. ენერგიას იღებენ, წარმატების, ბედნიერების და ასე შემდეგ. ასე შემდეგ. და ნეკროლოგიური დამოკიდებულებაში მყოფი სულები თუ კი მოგვეწოდებიან, ისედაც გვართმევენ ამ ენერგიას, იმიტომ რომ იმათმა უნდა იარსებონ. ეს არის საქმეთი არაფერი. და ზოგჯერ შთამომავლებისთვის ერთადერთი გამოსავალი ოჯახის დამოუკიდებლად ნულიდან დაწყებაა. ოჯახური სისტემის ხარდაჭერის გარეშე ვიღაცა შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ მე წავედი ცალკე უნდა ვიცხოვრო პირობითად. და მისი ხელახლა შევსება ყველა საჭირო რესურსით გადაწყვიტოს, რომ დაიწყოს. დამიჯერეთ ეს ასეთი ადამიანისთვის ძალიან რთულია, რადგან პარალელურად ამ ოჯახის სადაც დაიბადე, კარმის გადამუშავებაც მოგიწევთ მაინც, იმიტომ რომ ეს ჩვენი წამოღებული წინა ვიდეოდან საუბრობ მე ამაზე, რომ ჩვენ თვითონ ვირჩევთ ოჯახს და მშობლებს და ვირჩევთ იმ გადასამუშავებელ კარმულ ნეგატიურ საკითხებს, რომელიც ჩვენ უნდა გადავამუშავოთ ჩვენს ცხოვრებაში და ამიტომ ის ჩვენი ვალდებულება, რომელიც გვაქვს წამოღებული, ვერსად ვერ გავექცევით. ჩვენვე უნდა გადავამუშავოთ. კი, შეგიძლიათ წახვიდეთ ცალკე, მაგრამ გააეყოთ ოჯახს, მაგრამ მაინც მოგიწევთ რაღაცების გადამუშავება. და აქედან თავის დაღწევა იმ ვალდებულებიდან, რომელიც ჩვენ თვითონ გვაქვს აღებული და წამოღებული, დაღწევა შეუძლებელია. რა არის ნიშნები იმის, რომ ოჯახი დაწყევლილია? როდესაც პირველი ეს არის, როდესაც საგვარეულოს ერთი შტო წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა კაცი თუ ქალი, ერთსა და იმავე ასაკში კვდება. ერთსა და იმავე ასაკში. მეორე, როდესაც ოჯახში ფსიქიკური დაავადებები თაობიდან თაობას გადაეცემა. მაჩვენებლები ეს, ასე ვთქვათ, ნიშნები იმის, რომ ოჯახი დაწყევლილია. მესამე, ოჯახში უშვილობა, ანუ როდესაც არსებობს შთამომავლობაზე აკრძალვა. თუ კი ოჯახში არის ისეთი რამე, რომ უშვილობა ჭირს. მეოთხე, მამაკაცებისა და ბავშვების ნაადრევი სიკვდილი. თუ კი არის განმეორებადი, შეიძლება იყოს წყევლა. მეხუთე, გაჭირვება სიღარიბე, მათგან ყველანაირი გზით მცდელობის თავის დაღწევის შეუძლებლობა. რომ აკეთებ ყველაფერს, მაგრამ ვერ გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან. მეექვსე, როდესაც მშობლები წყევლიან შვილებს და ეს არის ყველაზე ესეთი მძიმე წყევლა, ყველაზე მძიმედ გასანეიტრალებელი, შეუძლებელი არა, მაგრამ მძიმედ გასანეიტრალებელი წყევლა არის დედის წყევლა, მშობლების წყევლა, დედის წყევლა. ეს არის ყველაზე მძიმე წყევლა, რაც კი არსებობს, რომელიც ძალიან რთულია, რომ გაანეიტრალო.
იცით რა არის ორი ვარიანტია დედისწყლის, როდესაც არის ესეთი ემოციური წყევლა და მეორე ვარიანტები პირველად რო ვახსენ ესეთი წამოსროლელი სიტყვები როგორც წეგან თქვი მე და ჩემი შვილი მე ერთად უნდა ვიყოთ პირველ როგორც თქვი წეგან რა მერვე ნარკომანია ალკოჰოლიკები პატიმრები რომლებიც ადამიანები რომლებიც პროსტიტუციას ეწევიან ესენი არის წყევლის ერთ-ერთი გამოვლინება რომლებიც არანაირად არ ცდილობენ რომ შეცვალონ თავისი ცხოვრება და პირიქით უარესად ამატებენ ნეგატივს და კარმას თავის საგვარეულოში. ურთიერთობების პრობლემები, განშორებები, განქორწინებები, მარტოობა თაობებში, თუ კი არის ესე თაობებში, რომ მარტოობა, ერთი და იგივე ტიპის პარტნიორების არჩევა, რაც იწვევს ტკივილს ან დესტრუქციას. 3 უკვე ესე იგი არის პროგრამა. სამჯერ თუ აირჩიეთ ერთი და იგივე სახის ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ესე იგი არის პრობლემა, ესე იგი არის რაღაც გამოსაძიებელი, რომელიც უნდა გაანეიტრალოთ. ეკონომიური სირთულეები, ფინანსური ვარდნა თაობიდან თაობაში, ბიზნესის ჩასვლა ან ფულის დაკარგვა უცნაური ფორმებით. ესე იგი არის პროგრამა რაღაც. შინაგანი დაბრკოლებების გრძნობა თითქოს ვიღაც რაღაც არ გაძლევს განვითარების საშუალებას, განმეორებითი შიშის ფოთვა, დანაშაულის გრძნობა, უცნობი მიზეზების გარეშე. ესე იგი არის რაღაც ნეგატიური პროგრამა. ცივი დაძაბული აურა ოჯახში, უცნაური ხმები ან სიზმრები, სადაც გარდაცვლილი წინაპრები მოდიან. ოჯახის ფოტოების დაზიანება ან დაკარგვა უნებურად. მოულოდნელი ავარიები, ოპერაციები და ან ინფექციები მსგავსი სცენარით. ეს ყველაფერი ესე იგი არის რაღაც ნეგატიური პროგრამა, რომელიც არის გასანეიტრალებელი. შვილისთვის სახელის დარქმევა, გარდაცვლილი ბაბუის, ბებიის პატივსაცემა და ამის შემდეგ ბავშვის ავადმყოფობა ან ჩაკეტილობა. პირდაპირ მანიშნებელია, ესე იგი იმ სახელის, ვისი სახელიც დაარქვით, კონკრეტულად, ესე იგი გადმოვიდა იმის რაღაცა ნეგატივი. ამას ყველაფერს გამოძიებით ხდება ეს ყველაფერი დიაგნოსტიკით. მაგრამ მაშინაც კი თუ ადამიანი დაწყევლილი საგვარეულოში აღმოჩნდება, ოჯახური წყევლის გამოსასყიდად არსებობს გამოსავალი. თქვენ გეტყვით გამოსავალსაც. პირველ რიგში ეს არის ლოცვებით გამოლოცვა. ნებისმიერ სარწმუნოებაში არ აქვს თქვენ რომელ სარწმუნოებაში ხართ ეს რომელი სარწმუნოების ეგრეგორის ქვეშ ეს არის ქრისტიანობა თუ მუსლიმანი თუ ნებისმიერი სარწმუნოება რომ მიმართოთ დახმარებისთვის ოჯახის ნეგატიური კარმისგან შთამომავლობის განთავისუფლების სანაცვლოდ. ამ დროს ადრეც ესე ხდებოდა პირობითად ეკლესიურად და რა თქმა უნდა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ კი გექნებათ სურვილი, არის ის, რომ ამის სანაცვლოდ უნდა განთავისუფლეთ საერო ცხოვრებისგან, უნდა წახვიდეთ, უნდა აღიკვეთოთ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე, უნდა თქვათ, უარი და შეწიროთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ იცხოვროთ მუდმივად ბერად, მონაზვნად ეკლესიაში, ილოცოთ და განთავისუფლოთ თქვენი საგვარეულო, თქვენი შთამომავლები იმ ნეგატიური ზეგავლენისგან. ყველა ცოდვისგან, ასე რომ ვთქვა. მეორე, შეგიძლიათ წინაპრის ცოდვების გამოსწორება ამის გაგების შემდეგ თუ რა ცოდვისთვის უნდა გადაიხადონ შთამომავლება, როდესაც ამას გაიგებთ, ეს შეიძლება ამის გაგებად შეიძლება ნუმეროლოგიური გამოთვლით. და დიაგნოსტიკური სესიების დროს. და ასევე შეიძლება რეგრესიული ჰიპნოზის საშუალებითაც. მაგრამ ჯერ პირველ რიგში რეგრესიულ ჰიპნოზამდე აუცილებლად პატარა დიაგნოსტიკები უნდა გაკეთდეს და მილიონი საშუალება არსებობს რეგრესიულ ჰიპნოზამდე და თუნდაც როდესაც ვახსენე საგვარეულო კარმული განლაგება არსებობს ესეთი მეთოდი, ამაშიც შეიძლება გაირკვეს ეს ყველაფერი. მაგალითად შესაძლოა, როდესაც თქვენმა წინაპარმა ხალხი გაძარცვა უკანასკნელ თეთრამდე.
რამაც მათი გაღატაკება ან სიკვდილი გამოიწვია. ციხე, სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვება გამოიწვია ეს ყველაფერი. ამ წინაპირის შთამომავლებმა აუცილებლად ქველმოქმედება უნდა გაწიონ. დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც რთულ მდგომარეობაში არიან და ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ეცადონ, რომ გააკეთონ. და ეს წევლა განულდება შემდეგ და შთამომავლებს, შვილებს, ბავშვებს არ მოუწევთ კარმის გამომუშავება. წართმების, ქურდობის, დანაკარგის და ტრამვის გზით. მესამე შესაძლებლობა რა შეგიძლიათ გააკეთოთ? არ გააკეთოთ არაფერი. უბრალოდ იცხოვროთ თავმდაბლად და გადაამუშავოთ საგვარეულო კარმა. მიიღოთ ის მდგომარეობა, როგორიც არის თქვენ ცხოვრებაში. ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში ისინი ესეთი მდგომარეობაში უჯახსაც კი ამბობენ უარს. რაც ცალკე ოჯახის დაფუძნებას გულისხმობს, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ არის სტრუქტურული ნებისმიერი საგვარეულო სტრუქტურა აწყობილი და რომელშიც არის მუდმივად სუსტი რგოლი. ეგრეთ წოდებული მკვდარი სივრცე. თითოეულმა წერმა თავის ადგილი უნდა დაიკავოს გვარში. იმიტომ ვიბადებით ჩვენს გვარში, რომ აუცილებლად ჩვენი ადგილი უნდა ჰქონდეს. საგვარეულოში სიცარიელი არ უნდა არსებობდეს და როგორც წესი ბავშვი ამ მკვდარ სივრცეში თუ კი აღმოჩნდება, როგორც ოჯახის ყველაზე ნაკლებად ღირებული წევრი. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ, მზად ხართ თუ არა, თქვენი შვილი, მომავალი თაობა ასე რთულ განსაცდელებსა და აკრძალვებში ჩააგდოთ, დაავადებებში ჩააგდოთ. ერთ-ერთი კიდევ დამატებით რომ დავამატო საგვარეულოსთან განეიტრალების კარმული რაღაცა საკითხების განეიტრალების არის თქვენი ხელით მოგსოვოთ რიტუალურად აი ეს რაღაცა უკან რაც არის ამას ქვია ფრავახარი რომელსაც ქართულ სივრცეში არავინ არ აკეთებს მე მაქვს მაგის ესეთი რიტუალური რომელიც კეთდება მართლმადიდებლური ეგრეგორიდან გამომდინარე. მადლობა.